ისევე როგორც ტრამპისთვის მიწერილი წერილები, ასევე უშედეგოა ქართული ოცნების მსვლელობები ევროპაშიც. ივანიშვილის პარტია მომხრეებს ამ მიმართულებითაც აიმედებდა. ოლიგარქის რეჟიმი გერმანიაში მთავრობის ცვლილებაზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ აქაც იმედგაცრუება განიცადა. ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა პასუხი გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იოჰან ვადეპულის უწყების პოზიციით ირკვევა, რომ ივანიშვილის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება. რაც წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფორმულას. ქართულ ოცნებას მოუწოდებენ უარი თქვას დეზინფორმაციაზე, აგრესიულ რიტორიკაზე ევროკავშირის წინააღმდეგ, შეცვალოს ანტიდასავლური კურსი და შეწყვიტოს გერმანიის ელჩზე თავდასხმა. პიტერ ფიშერს ქართული ოცნება პერსონალურადაც კი შეურაცხყოფს. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იყო მას შემდეგაც კი, რაც ფორმულამ რეჟიმის წარმომადგენლებს გერმანიის ოფიციალური პოზიცია, ახალი კოალიციური მთავრობის ოფიციალური პოზიცია გააცნო. ლუკა ხაჩიძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში და უფრო დეტალურად მოგვიყვება მერცის მთავრობის ამ ოფიციალურ პოზიციაზე. ხო, ეს არის გერმანიის ახალი მთავრობის პირველი შეფასება ოცნების რეჟიმის შესახებ, ფორმულასათვის საგარეოდან გამოგზავნილი პასუხით დასტურდება ის, რასაც დასავლელი ლიდერები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ღირებულებები ვაჭრობას არ ექვემდებარება. გერმანიის ახალი მთავრობის მოწოდებაც ოცნების მიმართ არის კურსის შეცვლა და მთელ რიგ ანტიდემოკრატიულ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ მექანიზმებზე უარი. ივანიშვილის გუნდის პასუხი ისევ კრიტიკაზე არის თავდასხმა და დეზინფორმაცია, მათ შორის პერსონალურად გერმანიის ელჩზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გიავოლსკიმ უწოდა Deep State-ის ჭანჭიკი. საგარეო უწყებისთვის არის თუ არა გერმანიის მთავრობასთან ურთიერთობის გაუმჯობესება პრიორიტეტებს შორის. მერცის მთავრობასთან, კოალიციურ მთავრობასთან გაქვთ თუ არა ურთიერთობა, ქალბატონო ხათუნა? საგარეოში ივანიშვილის წარმომადგენელს მორიგ იმედგაცრუებაზე საუბარი არ სურს. გერმანიაში მთავრობის ცვლილების მიუხედავად, ბერლინის დამოკიდებულება ოლიგარქის გუნდის მიმართ ისევ უცვლელი და კრიტიკულია. გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას. შეშფოთებით აღნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია. არადა ოცნება მომხრეებს არწმუნებდა, რომ ახალი კანცლერის პირობებში ურთიერთობა აღდგებოდა. ამის იმედი ჰქონდა ოლიგარქის პრემიერსაც, რომელმაც ფრიდრიხ მერცს მისალოცი არჩევის დღესვე გაუგზავნა. ამ სახის კომუნიკაცია სცადეთ მათთან. ჩვენ სცადეთ და კრიტიკაა გერმანიის საგარეო უწყებისგან. თქვენ არ ხართ ყოჩაღები, რომ თქვენ სცადოთ გასაუბრება? აი ჩვენ გვიპასუხეს მაგალითად და გაგაკრიტიკეს. თქვენ რა სიტყვით? სცადეთ კომუნიკაცია. თქვენ დღეს აღარ გესაუბრებთ, დავასრულებ თქვენთან კომუნიკაცია. და რატომ? მნიშვნელოვანი თემაა გერმანიის ახალ მთავრობასთან. ცდილობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება კომუნიკაციას? სესიაზე მეჩქარება, თქვენ გახვიდეთ ლოგიკიდან ახლა. ალანა, თული ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გქონიათ კომუნიკაცია თუ გქონდათ დასასურველი პასუხები ვერ მიიღეთ? გაკრიტიკებთ თქვენ გერმანიის საგარეო უწყება. წერას არ მაჩვენებთ, ვერ დავიჯერებთ თქვენ სიტყვას კონკრეტულად თქვენსას არ გულისხმობ იმ ტელევიზიისას, რომელსაც წარმოადგენთ. ასე რომ არ არის დამაჯერებელი, რომ ახალი კოალიციის პირობებშიც კრიტიკაა თქვენი მისამართით გერმანიიდან? მხრიდან დამაჯერებელი არის ყველა ის განცხადება, რომელიც რეალობის აღქმას ემსახურება. ეს ოცნების კიდევ ერთი სტრატეგიაა გაექცეს ბერლინიდან კრიტიკას, რადგან გერმანიის მთავრობის პოზიცია ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ოლიგარქის პარტიამ ისევ დეზინფორმაციას მიმართა. ივანიშვილის გუნდმა ვაშინგტონის შემდეგ Deep State-ად ბერლინიც გამოაცხადა. უარს არ ამბობენ არც პერსონალურ თავდასხმებზე. მოწოდების მიუხედავად გერმანიის ელჩი ისევ რეჟიმის სამიზნეშია. ზოგადად Deep State არის წარმოდგენილი სხვადასხვა უწყებაში მსოფლიოში. ამის ნათელი მაგალითი ბოლო წლებში არაერთხელ ვნახეთ. თუ გაქვთ კომუნიკაცია მერცის მთავრობასთან. ჩვენი კომუნიკაციის არ დაიჯერეთ, მაგრამ აი თქვენ თუ გაქვთ კომუნიკაცია. აქტიური კომუნიკაცია ყველა იმ ადამიანთან და ყველა იმ სუბიექტთან, რომელიც აღიარებს ზოგადად იმ რეალობას, რომელიც არსებობს საქართველოში. არის ასეთი მერცის მთავრობა, გერმანიის ახალი მთავრობა არის ასეთი ბატონო ის ამ ბოლო დროს აქტიურობს გერმანიის ელჩი და შემდეგ მას განმარტებები უწევს ხოლმე რაღაცა ტიპის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც აბსოლუტურად უაპელაციოდ ესე აქეთ-იქით საუბრობს. ანალიტიკოსები გერმანიიდან ამბობენ, რომ ბერლინი ოლიგარქის არალეგიტიმურ მთავრობაზე წნეხს კიდევ უფრო გაზრდის, რადგან ბერლინისთვის რუსეთის და მისი მოკავშირეების შეკავება ახლა ნომერ პირველი ამოცანაა. პროგნოზირებენ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელებასაც. ბერლინმა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე პასუხად ქვეყანაში შესვლა რეჟიმის წარმომადგენელთა ნაწილს უკვე აუკრძალა.
გერმანია აწარმოებს ასე ვთქვათ ღირებულებებზე დამყარებულ საგარეო პოლიტიკას. და ამ პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოებმა რომელსაც სურთ გერმანიასთან ქორდეთ ჭიდრო ურთიერთობა გახდნენ თქვათ ევროკავშირის წევრი შეასრულონ გარკვეული წინაპირობები და ეს უკავშირდება პირველ რიგში დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ძირს უთხრის ქართული ოცნება დემოკრატია საქართველოში, თუმცა ამავდროულად ქართული ოცნებამ გერმანიაში არჩია სწორედ სამიზნედ საკუთარი პროპაგანდისთვის, რომ დასავლეთი, უბრალოდ ევროკავშირი წარმოაჩინოს როგორც რაღაც შეთქმულების deep state-ის ნაწილი. ფრიდრიხ მერცის გუნდმა თბილისში მოკავშირედ არა ოცნება, არამედ პროდასავლური ძალები ჯერ კიდევ მთავრობის დამტკიცებამდე დაასახელა. ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით კოალიციის წევრი პარტიების შეთანხმების ტექსტში მოხვდა. სტრატეგიულ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ გერმანია საქართველოს ევროინტეგრაციის გაგრძელებას, მხოლოდ დემოკრატიული პროცესების აღდგენის შემდეგ დაუჭერს მხარს. ეს კოალიცია ძალიან მყარია. კოალიცია, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ შეიქმნა, კოალიცია, რომელიც ანტირუსული კოალიცია, რომელიც მზად არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარეშეც მიიღოს უსაფრთხოების ზომები რეგიონთან მიმართებით, აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია იმ საკითხზე, რომ რუსული რეჟიმი საქართველოში არ უნდა მართავდეს ქვეყანას. რუსული რეჟიმი, რომელიც არის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი ლეგიტიმაცია არც ერთ პირობებში არ უნდა მოხდეს. მერცის პოზიციები არის ძალიან მკაცრი რუსეთთან მიმართებით და რუსულ საცეცებთან მიმართებით რეგიონში. სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას და სანამ ქვეყანა პატივს აღწევს ყანუნის უზენაესობას, მედიის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და უბრალოდ ადამიანის უფლებებს, მანამდე არ მოხდება საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა. ბუნებრივია სერიოზულ გამოწვევებს წარმოშობს რეჟიმისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ რეჟიმი განიცდის როგორც ქვეყნის შიგნით წნეხს, ასევე გარეთ წნეხს და ეს გამოჩნდა თუნდაც გუშინდელი განცხადებით ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის, სადაც აშკარად ჩანს ის გულაცრუება და ის მათ ასევე კარგად აღაზრებული ის რისკები, რაც შეიძლება წარმოიშვა აი ამ საერთაშორისო იზოლაციის. რა როლი აქვს კრიტიკას ბერლინიდან საქართველოში პროდასავლური ძალების გაძლიერებაში? ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ გერმანია როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანა, ტონს გაერთიანების სხვა წევრებსაც აძლევს. შესაბამისად მოლოდინია, რომ მერცის მთავრობის პრინციპული პოზიცია ოცნების რეჟიმის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასაც გაამკაცრებს. საუკეთესო შემთხვევაში გამკაცრება შესაძლოა 27-ვე წევრის თანხმობით სანქციების ამოქმედებამდე მივიდეს ოლიგარქის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. სერიოზული ქვეყნები აწარმოებენ საკუთარ დიპლომატიას სამი ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით. ეს არის მემკვიდრეობითობა, თანმიმდევრულობა და პროგნოზირებადი ხასიათი, ამოცნობადი ხასიათი და ეს ახასიათებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ევროპას. ქართული ოცნების პოლიტიკა ზოგადად ევროპის და განსაკუთრებით გერმანიის მიმართ ისე რბილად რო ვთქვა, ძალიან დიდი უმადურობით ხასიათდება. არ შეიძლება პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის, ჩვენ ასე მოვექცეთ და განსაკუთრებით ელს. მოქმედება რუსეთის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ფრიდრიხ მერცის მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და რადგან ოცნება თავს არა დემოკრატიული დასავლეთის, არამედ ოკუპანტის მოკავშირედ წარმოადგენს, ეს ბერლინისთვის თბილისთან ურთიერთობის აღდგენაში წითელი ხაზი იქნება.